მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგა საყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა სტუდს ბიბლიური გზაჯვარედინები. სტუდიაში ტრადიციულად მოვიწვიეთ თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით ბატონ გიორგი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ ბაბილონის გოდოლზე წინა გადაცემაში და ვთქვით იმის შესახებ, რომ თვითონ ბაბილონის გოდოლი არის ერთგვარი გაგრძელება იმ არჩევანისა, რომელიც თავის დროზე გააკეთა კაენის ცივილიზაცია მოყვა ამას. ეხლა დაწვრილებით აღარ შეუდგები ამის გარჩევას. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ბაბილონის გოდოლის ალტერნატივა ადამიანს ჰქონდა ჭეშმარიტების ძებნა, ნამდვილი ღმერთის ძებნა, რაც არის ეკლესიის წინასახე. ჩვენ ისიც ვთქვით ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ეკლესია არის ადამიანის მოდგმის ასაკისა. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ გავეცნობით მამამთავარ აბრაამს. აბრაამთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება. ბევრი ადგილის გამოყოფა შეიძლება, სადაც აბრაამს საოცარი არჩევანის გაკეთება უხდება და სწორედ ეს ფორმა არჩევანის გაკეთებისა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. და რადგანაც ძალიან ვრცელია თხრობა, მასზე რამდენიმე გადაცემაში შევეცდებით, რომ გავშალოთ ეს თემა. ჩვენ გახსენებთ, რომ ჩვენ ქრონოლოგიურად არ მივყვებით ბიბლიას, არამედ იგულისხმება, რომ ბიბლიის ძირითადი მოტივი, ტექსტი მაყურებელმა მეტნაკლებად იცის და ჩვენ მხოლოდ განსაკუთრებულ ადგილებს უკეთებთ ანალიზს, რომ გამოვკვეთოთ ჩვენი სათქმელი. მაშ ასე, გიორგი, დღეს ჩვენ ბაბილონის შემდგომ ეპოქაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და როგორც დასაწყისში ვთქვი, მამამთავარი აბრაამის გაცნობა დავიწყოთ. ვინ არის აბრაამი, რამდენად დიდია მისი მნიშვნელობა და აი რატომ არის მამამთავარი აბრაამი? თვითონ ამ პიროვნების სახელისხსენებაც კი უდიდეს გრძალვას იწვევს ყველა მორწმუნეში. საოცარი ადამიანია, საოცარი პიროვნებაა, საოცარი ცხოვრებით წარმოდგენილი ბიბლიის ფურცლებზე და ნუ რაღაცა ძალიან დიდი ლეგენდარული რაღაც საოცრება. სანამ ბიბლია მამამთავარ აბრაამის შესახებ გვაუწყებდა, ჩვენ გავიხსენოთ, რომ კაცობრიობამ გზაჯვარედინზე, თავის გზაჯვარედინზე სხვაგან გაუხვია უტოპიისკენ. აი მამამთავარ აბრაამზე როცა ვიწყებთ საუბარს, პირველი რაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, ეს არის ის ადამიანი, რომელმაც სწორედ ის ადამიანი, რომელიც იქითკენ არ წავიდა. ამიტომ ამ გზაჯვარედინზე აერჩია სწორედ ის მიმართულება, სადაც არის ღმერთი. ჭეშმარიტი ღმერთი. მხოლოდ ამის თქმაც კი საკმარისია მის დასახასიათებლად. და მე თამამად შემიძლია ვთქვა, აი აბსოლუტური პასუხისგებლობით ვაცხადებ ამას, რომ მთელი ის თხრობა, რომელიც წარმოდგენილია ბიბლიაში მამამთავარ აბრაამთან დაკავშირებით, ეს არის ერთგვარი რეზიუმირება, გარჩევა, გაანალიზება სწორედ აი ამ არჩევანის, როდესაც ის ამ გზაჯვარედინზე მართებული მიმართულებით აერჩევს სვლას. შედეგი გაგრძელება ამის რაღაცა შემოკრება. მამამთავარი აბრაამი არის ის, რომელმაც და რომელშიც შენახულ იქნა ჭეშმარიტი ღვთისმსახურება, ჭეშმარიტი ღმერთის მცოდნეობა, ხსოვნა ჭეშმარიტი ღმერთისა, ჭეშმარიტი რელიგიისა, ჭეშმარიტი აღმსარებლობისა. თითქოს და რაღაცა ისევ იკარგება, ისევ საფრთხის წინაშე დგას, დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, ისაც გადაარჩინა და ისაც გადარჩა უпроსტად ნოეში. ჩვენ თქვით თავის დროს ეს არის ჭეშმარიტი ღვთისმსახურება, მარტო ნოე და ნოეს ოჯახი არ გადარჩენილა, კიდობანში გადარჩა ჭეშმარიტი ღვთისმსახურება. ეს იქნა გამოდი, თავარი ეს არის. ამით შინაარსდება ნოეს მთელი ღვაწლი. აი ბაბილონის გოდოლის შესახებ უწყებით აღრევის შემდგომ თითქოს და აბსოლუტურად აირია ყველაფერი. სადღაა ის, რაც ნოემ შეინარჩუნა. თითქოს და დაიკარგა, აღარ არის და უცებ რაღაცნაირად აი ამონათდება ეს პიროვნება, გამოდის უცებ რაღაც წვრიაჩი, რაღაცა დათლის რაღაცა ნიშნები იკვეთება, არ დაკარგულა და მართლაც არამსო რაღაცა
ნიშნები იკვეთება, არამედ უდიდესი პიროვნება გამოდის სამოღვაწეო ასპარეზზე, მან რომელმაც უარი თქვა კაცობრიობასთან ერთად ცარგზაზე სიარულისა. ჩვენ მივეცვით ბიბლიაში უკვე ასეთ რაღაცებს, ასეთ მოვლენებზე საუბარს, ხო? თქვათ, იყო ასეთი ნოეს წინა ეპოქა, როდესაც ნამდვილი მამამთავრები, ნამდვილი მოწმეები უარს ამბობენ, ფეხი აუწყონ დროის სულს და ვითომ პროგრესულად მოაჩვენონ თავის დროინდელ კაცობრიობას. შემდგომ ასეთი იყო თვითონ ნოე და ასეთი აბრაამიც. აბრაამი რაღაცა ისეთ რაღაცას აკეთებს, რომელიც პოპულარული არ არის უკვე იმ დროინდელ საზოგადოებაში. აბრაამი რჩება ჭეშმარიტი ღვთისმსახურების გზაზე. ახლა ბიბლიაში აბრაამი ჩდება უცება. ბიბლია წყვეტს საუბარს ბაბილონის გოდოლთან დაკავშირებით და აგრძელებს გენეალოგიურ ნუსხას. აი როგორ არის ისეთ იწყება ესე იგი გენეალოგიური ნუსხა, ესე იგი ვინ მოდგმა სემისა, ქამისა, იაფეტის მაბადით ქამის შთამომავალ ნებროძე განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული და შემდგომ შემოდის თხრობა ბაბილონის გოდოლის შესახებ. აი ბაბილონის გოდოლის შესახებ თხრობა დასრულდება და ისევ აგრძელებს წიგნის ავტორი ამ ნუსხის შესახებ საუბარს, ვინაიდან უნდა მივიდეს სწორედ მამამთავარ აბრაამთან, სემის ჩამომავალთან, სემის მოდგმიდან გამოსულ ამ პიროვნებას. ამიტომ რაღაცა უცებ მიადგება ბიბლია იმ კარებს, იმ ჭიშკარს, რომლის მიღმაც იზრდება აბრაამი, მიაკაკუნებს ამ ჭიშკარზე, მკითხველს შეიპატიჟებს ამ სახლში, რომლის ოჯახის უფროსი თერახია, აბრაამის მამა, აბრაამს ყავს ორი ძმა, ხარანი და ნახორი, აქედან ხარანი გარდაცვლილია, მას ყავს შვილი, ლოტი და აი ამ სივრცეში შევყავართ წმინდა წერილს. ახლა, როდესაც მათე მახარებელი წერს თავის სახარებას და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გენეალოგიური ნუსხით იწყებს მათე მაუწყებლობას, მახარებლობას. ამ გენეალოგიურ ნუსხას თავის სათაური აქვს და ასეთ რაღაცას დაწერს წიგნის შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამის. ეს იმდენად გასაგებია ეს სათაური იმ დროინდელი მკითხველისათვის, განსაკუთრებით იუდეველებისათვის, რომ სრულიად გასაგები ხდება ის ჩამონათვალი, რატო კეთდება შემდგომ. აქ მამამთავარი აბრაამია ნახსენები. აქ საოცრებაა ნახსენები. ამ ორი სახელით ძალიანად ისაზღვრება ვექტორი. აბსოლუტურად ისაზღვრება. თუ რას გულისხმობს? ხოთაშორის მე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზეც, რატომ ჯერ დავითი და მერე აბრაამი. ეს ცოტა მოგვიანებით დღევანდელი ის არ არის, მაგრამ მე ისი თქვა მინდა. სად შეგვახედა წმინდა წერილმა? რა წიაღში შეგვახედა, სადაც აბრაამის შვილია თერახისა და თერახი ჩვენ აბრაამის ამ ოჯახის შესახებ უწყება გვაქვს სტეფანე პირველ დიაკონისაგანაც, უწყება გვაქვს ისუნავეზისაგანაც, უწყება გვაქვს გარდამოცემებშიც და გარდამოცემები სხვადასხვა ძალიან მდიდარი ამ ნიშნით არა მარტო ქრისტიანობაში, არამედ იუდაურ და ისლამურ წიაღშიც. ძალიან მდიდარი ამ ნიშნით მამთავარ აბრაამის ცხოვრება. ესაა კეფთაყვანისმცემელის ოჯახი. თვითონ თერახი უნდა იყოს იმის, რა ქვია, მთვარის თაყვანისმცემელი. და ბევრი გარდამოცემებია, ვთქვათ, აბრაამის უფრო ძმასთან დაღუპვასთან დაკავშირებით თითქოს და ის იმას აქნა, რა ქვია, ამ კეფთაყვანისმცემლის იმას შეეწირა. მაგრამ ამ გარდამოცემებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ერთი ამბავი, რომელიც აბრაამისა და ნებროთის ურთიერთობას უკავშირდება. სადაც ნებროთი მოითხოვს კეფთაყვანისმცემას, ხოლო აბრაამი არ ემორჩილება კეფთაყვანისმცემას. კიდევ ერთხელ ეს არის წმინდა წერილს უწყება, ეს გარდამოცემისეული. უწყება, რომელიც ძალიან კარგად ეთანადება იმ უწყებებს, რომელიც წმინდა წერილშია და ამიტომ არაფერია მიუღებელი მასში. მთავარი რაც ამ უწყებაში, ამ აპოკრიფულ თხრობაშია წარმოდგენილი გახლავთ, ძალიან საინტერესო პოლემიკა. და ეს პოლემიკა უკვე ჩვენ ისტორიულად დადასტურებულ ცნობებშიც გვხვდება, არა აბრაამთან, არამედ სხვა წმინდანებთან დაკავშირებით, მაგრამ პოლემიკის შინაარსი ერთი და იგივეა. როდესაც ნებროთი აბრაამს თავაზობს თაყვანისცემს ღმერთს და აბრაამი ეკითხება რომელ ღმერთს? აი ძალიან საინტერესო კითხვაა. და როდესაც ქრისტიან წმინდანებს დევნიდნენ, დევნის არსებითი საფუძველი იყო სწორედ ღმერთის თაყვანისცემის თემა. ისინი სწორედ იმ ღმერთს არსებდნენ თაყვანს, რომელიც ღმერთის თაყვანისცემასაც დევნელები ითხოვდნენ. ეს ძალიან საინტერესოა.
გასაგებია, შეიძლება ეპოქა ისეთია და ამ ღმერთში კონკრეტული ქანდაკებაა წარმოდგენილი, კონკრეტული ბომონია რაღაცა წარმოდგენილი, რაღაცა ოკულტური მსახურების სახეა წარმოდგენილი, მაგრამ აზროვნებითი თვალსაზრისით ეს შეიძლება ყველაფერი იყოს. შეიძლება ჭეშმარიტი მართლმორწმუნის დევნა დაიწყონ იმისათვის, რომ რაღაცა პროექტს არ უჭერს ხარს და თაყვანს არსებს როგორც ღმერთს. თქვათ რა გააკეთა წმინდა მამა გაბრიელმა? იმ სურათის დაწვით თელ სისტემას დაუპირისპირდა როგორც უღმერთო სისტემას, იმ დროს როდესაც თავისი ბელადი, თავისი ღმერთი ყავდა ამ სისტემას, ხო? და მოითხოვდნენ მამა გაბრიელისაგან არა იმდენად იესოს უარყოფას, რამდენადაც დიდი რევოლუციონერის თაყვანისცემას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ ჩერდება, ეს ყოველთვის იქნება. ამიტომაც ის უწყება, რომელი უწყებაც ამ აპოკრიფშია მოცემული, რაღაცა აზრით გამყარებულია ბიბლიურ თხრობაშიც და საერთოდ ზოგადად სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვა პიროვნებების მაგალითების ყოლობას. რომელიმე ღმერთს უნდა ეს თაყვანი და რომელ ღმერთს? კონფლიქტი აქედან იწყება სწორედ. ცეცხლს, წყალს, ღრუბელს, ქარს მიდის ჩამონათვალე და აბრაამი ყველაფერზე უარს ამბობს. და სხვათა შორის ძალიან საინტერესო ამ აპოკრიფული ცნობით რომ უღმერთოსავით ყველაფერზე ამბობს. ხო, ყველაფერზე ამბობს. და ამ ჩამონათვალის ბოლოს ძალიან საინტერესოა რომ ნებროთი ბოლოს თავის თავს დააყენებს მე მეცი თაყვანი. ეს ლოგიკურია, იცით ეს ასია. ამ უღმერთოებაში ბოლოს ბელადი ითხოვს საკუთარ თავის თაყვანისცემას. არა აქვს მნიშვნელობა ამ უღმერთოებას კომუნიზმი ქვია, ამ უღმერთოებას ამ სხვა სოციალური წყობა ქვია, პოლიტიკური წყობა ქვია, არანაირი მნიშვნელობა მას არ აქვს. ბოლოს თაყვანისცემას ითხოვს მაინც. და საინტერესო რა არის? საინტერესო ის არის, რომ მე ერთი დეტალი მინდა გავიხსენო, მე ამას ყოველთვის ვიხსენებ, როდესაც სტუდენტთა ავტორებს ვსაუბრობ, ყოველთვის ვიხსენებ, ამას მაგალითად ყოველთვის მოყვას. ძალიან საინტერესოა, რომ თავის დროზე რომის იმპერიამ, თქვათ იესო ნაზარეველის გამოსახულება, თქვათ აბრაამის გამოსახულებასთან ერთად პანთეონში შეიყვანა. იესო აღიარა ღმერთად. ამ ნიშნით. და თითქოს და რა უნდა მეტი ეკლესიას მაშინ ხო ქრისტიანობა იდევნება და იესოს გამოსახულების პანთეონში შეყვანით, შესაძლებელია ამ რელიგიას დევნული რელიგიის სტატუსი მოეხსნას და კანონიერი რელიგიის სტატუსი მიიღოს. მეტი რა უნდა ქრისტიანობას დევნა მოეხსნება. და დადგეს და იქადაგოს მე იესო, იქადაგოს მე მამაოჩვენო, იქადაგოს მე მოციქულებისგან დაუწყები, ხო? თავარია ეს დევნა მოიხსნება, ამით გახარებული და კმაყოფილი უნდა იყოს ეკლესია, მაგრამ არა. არავითარ შემთხვევაში. ეკლესია უარს ამბობს. ეკლესია უარს ამბობს სწორედ ამგვარ აღიარებაზე. იესოს გამოსახულება იქ ერთ-ერთი კი არ უნდა იყოს, იქ ერთადერთი უნდა იყოს. ესომ ეკლესიას მიეღო ჩვენ დღეს მივიღებდით ქრისტიანობით გამდიდრებულ წარმართობას და არა ქრისტიანობას. ქრისტიანობა ამბობს წარმართობას არა და ქრისტიანობას ხო. ისიც ეს ძალიან საინტერესო მომენტია. როდესაც შესაძლებელია დაიბადოს აზრი, აი თქვათ ლიბერალური ღირებულებათა სისტემა, რომელიც თითქმის უკვე დოგმატებად ქცეულ რელიგია და აქცეული რელატივიზმის ფილოსოფია, მულტიჭეშმარიტების შესახებ. გაუგებრობად შეიძლება, მე თუ გეთანხმები და გეუბნები, რომ მართალი ხარ, შენ რატო არ მეთანხმები და რატო არ მეუბნები, რომ შენც მართალი ხარ? არა ხარ ტოლერანტული და არ პასუხობ იგივე შეწყარებლობით. მე ხო ვამბობ, რომ შენ მართალი ხარ და ეს მონოთეიზმის ბუნებაა. მონოთეიზმი არასდროს არ იტყვის მულტიჭეშმარიტებაზე თანხმობას. ჭეშმარიტება ერთია. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ეს გამოცხადებისეული რეალობის ბუნებაა. ის არავითარ შემთხვევაში მულტიჭეშმარიტებას არ მიიღებს როგორც ადამიანის აზროვნების მისაღებ ფორმად. აი აბრაამისთვის გარეგნული ფორმაა მსახურებისა, მაშინ რაში მდგომარეობს. კერპი გასაგებია, გარეგნული ფორმა არის რაღაცა იდეის მატარება. აბრაამისთვის რა არის? აქ ერთი დეტალია, რომელიც ასევე უნდა ამის სასახსნელად ვთქვათ, რომ აქეთ ძალიან საინტერესო დეტალია, რომ შესაძლებელია ამ ნიშნით მონოთეიზმს ძალიან დიდი საცდური დაუდგეს. არა როგორც თვითონ რელიგიას, არამედ როგორც მოვლენას. შესაძლებელია აი ისევ ამ რელატივიზმიდან გამომდინარე შეკოწიწებული იქნას იდეა ერთი ღმერთის შესახებ, ოღონდ ეს როგორი ერთი ღმერთი იქნება. არა გამოცხადებისეული ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, არამედ ადამიანის მიერ სხვადასხვა ყველა რელიგიისათვის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ერთი რაღაცა ხვდაება. აი ტერმინოლოგიურად შეიძლება ესეც კი აქამდეც კი მივიდეს, მე რატომღაც გონია რომ საყოველთაო აპოსტასია ის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი იქნება სწორედ მონოთეიზმის წინააღმდეგ აი ამ მზაკრული წინააღმდეგობრივი ნაბიჯის გადადგმა, რომ რაღაცა შეკოწიწებული ღმერთი, ერთი ღმერთი, მაგრამ შეკოწიწებული. ამიტომაც მე ვფიქრობ,
რომ მონოთეიზმმა უნდა დაიწყოს საუბარი ხაზგასმით უკვე არა ერთი, არამედ ერთადერთი ღმერთის შესახებ. გამოცხადებისეული ღმერთის შესახებ. ვინაიდან მას ხვალდაზე შესთავაზებენ აუცილებლად, აი ყველა შეხედულებისათვის მისაღებ ღმერთს, როგორც რელიგიას. ამიტომაც ეკლესიამ უარი თქვა თავის დროზე აი ამ აღიარებაზე. მისთვის ქრისტე ერთადერთი ვერ იქნება, ერთ-ერთი ვერ იქნება, უნდა იყოს ერთადერთი. ჭეშმარიტება ერთ-ერთი ვერ იქნება, უნდა იყოს ერთადერთი. აი აბრაამთან ხვდებით სწორედ ასეთ რამეს. აბრაამი კატეგორიულ უარს ამბობს რაღაც სიკრეტისზე, რაღაც ნარევზე, რაღაც დაშვებაზე. ცოტა მოგვიანებით ვნახავთ. იმ ერთადერთისთვის შვილსაც გაიმეტებს თავის საყვარელ შვილს, მაგრამ იმ ერთადერთისთვის. ამიტომაც მამამთავარი აბრაამი ჯერ კიდევ მანამ, სანამ ჩვენ საერთოდ რამეს შევიტყობდეთ ბიბლიიდან მის შესახებ, უკვე თავის ისტორიის დასაწყისშივე გარიშესებე საოცრებად, სასწაულად წარმოჩნდება, რომლის გაგება და გააზრება ბოლომდე შეიძლება ხშირად რაციონალურადაც ვერ ხდებოდა, რწმენით უნდა მივუდგე. აი ეს აბრაამი წარმართი მამის შვილი დაიძრება და ამ გზაჯვარედინიდან წავა იმართულებით, რის შედეგადაც მათემ ახარებელს ექნება საშუალება დაწეროს წიგნის შობისა იესო ქრისტესის ისა დავითის ისაც ის აბრაამის. განუზომლად დიდია მამამთავარ აბრაამის ღვაწლი ამ არჩევანის დროს. მიმანიშნებელი რა აქვს აბრაამს? რა აქვს მიმანიშნებელი, რატო ირჩევს ამას, რატო არის მისი ცნობიერება, მისი გული ესეთი ფაქიზი, რომ ირგვლივ თვალნათლივ ბევრი რაღაცა ხდება, კავშირშია მასთან ცხოვრებისეულად და მას იმის იქით აქვს მზერა, ამ სულ ყველაფერს უარყოფს და მიდის იმ გზაზე, რომელსაც შემდგომში ჩვენ გავყვებით და გავიხსენებთ. მიმანიშნებელი რა არის? აბრაამისათვის მიმანიშნებელი არის მისი დამოკიდებულება შინაგანი ამ სამყაროსადმი, სულიერი სამყაროსადმი. აბრაამი აშინაარსებს, რომ აი ამ ყველაფერს ჭირდება გონიერი ძალა. როგორც ერთ-ერთი გარდამოცემა მიუთითებს, აბრაამი მამამისს ეტყვის, მე ვერ ვიქნები მონაწილე შენი ხალხის ცდომილებისა. არც მზია ღმერთი, არც მთვარეა ღმერთი, არც ვარსკვლავია ღმერთი. აბრაამი ღრმად მოაზროვნე არსება. ღრმად მოაზროვნე, ძალიან გთხოვთ ამას. ყველას მინდა თქვა, ყურადღება მიაქციო, რომ ჭეშმარიტება და მისი გამოცხადება ადამიანისადმი აუცილებლად უკუკების სახით ბრმა ერთგულებას კი არა, გააზრებულ ერთგულებას, მოაზროვნეობას მოითხოვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, აი პავლე მოციქული ამბობს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში. ყოველი სულის ნუგწამთ გამოიძიეთ. თავის თავზე წეუბნება, გამოიძიეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი აბრაამი იწყებს ძიებას. რა არის ბაბილონის პროექტის შინაარსი? რა არის ის, რასაც ეს ხალხი, საიდანაც ეს ხალხი მიდის? რა არის ცხოვრების ის წესი, რომელიც ნელ-ნელა ინერგება ამაზროვნების შედეგად ამ ხალხში და მიდის დასკვნამდე, რომ არ შეიძლება ღმერთი ამას უკავშირდებოდეს, არ შეიძლება რაიმე ღვთაებრივი იყოს ყველაფერი ამაში. აბრაამი ეძიებს, აზროვნებს და მიდის დასკვნამდე, რომ ვერ იქნება ეს ყველაფერი ღმერთი არის მიუწნობელი, დიდი, რაღაცა განუზომელი, რაღაცა მეტი, ვიდრე შეიძლება ამ ყველაფერმა ის გამოთქვას. აი აქ იღებს ის გამოცხადებას სწორედ. და ნახეთ გამოცხადებაში რა არის ძალიან საინტერესო. იცით აბრაამი გზაჯვარედინი ეს არის აი რაღაც გასაგება და კარგად მინდა ვთქვა და რაღაც აზრით შეიძლება სიტყვებით ამყოფნიდეს. რაღაც ერთი ამ გზაჯვარედინის შიგნით გზაჯვარედინებია კიდე. რაღაცნაირად მატრიცასავით არის რაღაცნაირად. ძალიან ისეთია, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. რომ როდესაც აბრაამი აი ახალ გზაჯვარედის ხდება კიდე რაღაც კიდე რაღაცა არჩევანი აქვს გასაკეთებელი. როდესაც ღმერთი მას მოუწოდებს და ეუბნება, გამოდი მამა შენი სახლა, შენი სამშობლოდან, შენი სანათესაოდან და წადი იქ, სადაც მე გიჩვენებ შენ. 75 წლის არის ამ დროს აბრაამი. და 75 წლის კაცს მისაღები აქვს ასეთი გადაწყვეტილება. ხელი უნდა მოკიდოს თავის ცოლს, თავის რაც გააჩნია ყველაფერს და უნდა დატოვოს
მამის სახლი, სამშობლო, სანათესაო და წავიდეს. ისიც რაღაცააზე შეიძლება ეს ვინმე გააკეთოს კიდევაც, მაგრამ ერთი პირობით. თუ ეცოდინება სად მიდის? აი ა ブラ ამი თავიდანვე იწყებს ჩვენ გაუცებას, როდესაც ა ブラ ამი დგება და მიდის, არ იცის სად. მაგრამ იცის ვისთან. დგება და ტოვებს ამას ყველაფერს. იცით, იმ პერიოდში სამი რამე უკვდათ ა ブラ ამის ცხოვრებაში. სამი რამე უკვდათ ა ブラ ამის ცხოვრებაში. პირველი რაც ა ブラ ამის ცხოვრებაში უკვდათ, ეს იყო ა ブラ ამის ცხოვრების მიგრაციული ტიპი. თვითონ ეპოქას, რომელ ეპოქაში ა ブラ ამი მოღვაწეობს, ეს ეპოქა ცნობილია სემიტური ტომების მასიური მიგრაციით. ხო, ჩრდილოეთი და სამხრეთ მიმართულებით კი. დაზრულიანიან აღმოსავლეთიდან და შემდგომ ამ დიდი მიგრაციას აქვს ორი, ასე ვთქვათ, განაყოფი, ნაწილი მიდის ჩრდილოეთით, ნაწილი ჩამოდის სამხრეთისაკენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ტალღაში ა ブラ ამის, მაგრამ არა რაღაცა დიდ მოძრაობასთან ერთად, არამედ მარტო გადის, მარტო ტოვებს ამას, მარტო მოგზაურობს. და ა ブラ ამის ამ ცხოვრებაში ეს მიგრაცია რითი იყო განპირობებული მიგრაცია, რა შეიძლება მიგრაცია ყოფილიყო წარმოდგენილი, ხო? შესაძლებელი იყო მიგრაცია სავაჭრო ეკონომიური თვალსაზრისით, ანუ ქარავანი წავიდოდა ერთი ადგილიდან, წამოვიდოდა მეორე ადგილზე, ივაჭებდა, რომ დაბრუნებულიყო ისევ თავის სახლში. შესაძლებელია ყოფილიყო სამხედრო ექსპედიცია, ხო? ჯარი წავიდოდა, რაღაცას იმას იზავდა, ალაფს აიღებდა და დაბრუნდებოდა უკან. შესაძლებელი იყო რაღაც დიპლომატიური მიგრაცია, ხო? ავიცი მე დესპანი წავიდოდა, ამბავ ჩაიტან და რატომ ჩამოსულ, ანუ ყველა მიგრაციას თავის-თავში უდევს უკან დაბრუნება. ეპოქა ისეთი ძნელად წყდება ადამიანი თავის მიწას, შობელ ადგილს, შობელ გარემოს, როწავა, საწავა არ იცის, ვის ხელში აღმოჩნდება შეიძლება დაიმონონ, შეიძლება მონადგა. ძალიან ბევრი საფრთხეებია, ამიტომ ძალიან მყარად უფრო გზნობს თავს, ოდესაც თავის სამშობლო წიაღშია, თავის ქალაქშია, თავის ანათესაოშია, თავის ტომშია. ამიტომაც აქედან მოდის, იცით, აი ძალიან ღრმა განცდა, ოდესაც აი მოკვეთაზეა საუბარი, ეს მოკვეთა ხშირად სიკვდილის დასჯაზე ძიმე იყო, ვინაიდან მოკვეთილი პრაქტიკულად ახალშობილივით იყო, არ იცოდა რა თავისად შეეფარებინა, სად გადაერჩინა, სანამ ის ამ ტომში და თემში იყო, ადაპტირებული იყო იმ მდგომარეობასთან, მტრის შემოსევის დროს სამალავისად იყო, ისიც კი იცოდა. იქაც კი შეესვლებოდა და ეს მოკვეთა ძალიან ძიმე იყო. მაგრამ ა ブラ ამთან დაკავშირებით, რასაც სხვათა შორის ყურადღებას აქცევს ქრისტიანული ასკეტური ლიტერატურა, მოკვეთა ხდება თვითონ ა ブラ ამი იკვეთს თავს საფრთხო გამოცხადებით აი იმ ყველაფრისაგან. მეორე, აი ხო, რისი თქმა მინდა, რასაც ყველა ადამიანი ეძებს იმისათვის, რომ ამ ქვეყნიური რაღაცა გარანტიები ქონდეს ამ ქვეყნიური ცხოვრებისა და საყრდენები ქონდეს, აი ა ブラ ამი ამაზე ამბობს უარს. ამაზე ამბობს უარს. და ძალიან საინტერესო რა არის, რომ მიდის და სად მიდის არ იცის. შეიძლება იქ ან მონადგაყიდონ, ან დააწიოკონ, ან გამოსაქცევი გახდეს, ან შიმშილობ, ბევრი რამე შეიძლება მოხდეს იქ. მაგრამ ა ブラ ამაც ის ერთი რამე. ღმერთმა უთხრა წადი. ამიტომაც მიდის. ეს შემდგომ გამოცხადება შეუწყება მას, რომ მიწა რომელზეც მოხედის იქებში იქნება ეს გამოცხადება, შენთვის და შენი მოდგმის უმიციო, თორე თავიდან იმ გამოცხადებაში, როდესაც ა ブラ ამს ეუბნება ღმერთი, ადიქი და წადი. იქაც ის ა ブラ ამა რატომ მიდის და სად მიდის. მეორე რაც უკვდათ ა ブラ ამის ცხოვრებაში, ა ブラ ამის ცხოვრებაში, აი თქვენი კითხვაც ეს იყო წინა იმას, რომელიც გაგაწყვეტინეთ მანდრია. ეს იყო ა ブラ ამის ღვთისმსახურება. იცით იმ ეპოქაში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საკმაოდ ისეთი ორგანიზებული და ინსტიტუციონალური კულტსახურებაა წარმოდგენილი, არიან ღმერთები, კონკრეტულ ღმერთს აქვს კონკრეტული დანიშნულება, არის წვიმის ღმერთი, არის ომის ღმერთი, არის ბედნიერების ღმერთი და ასე შემდეგ, ვაჭრობის ღმერთი, წარმატებით ქორწინების ღმერთი, რა ვიცი, ბევრი ღმერთია. და ქურუმი, რომელიც იდგა სამსხვერპლოსთან და რო შეგეკითხა ამ ქურუმისათვის, რომელ ღმერთს ევედრება და რას ევედრება, ძალიან კონკრეტულად და ზუსტად აგეხსნათ, რას ევედრებოდა და გაჩვენებდათ კიდევაც ამ ღმერთს, მაინც ატო ევედრებოდა ამას. ა ブラ ამის დგას საკურთხევლის წინ. მაგრამ ა ブラ ამისთვის რო გეკითხათ, ვის ემსახურება, გიპასუხებდათ ღმერთს ემსახურება. მაგრამ ა ブラ ამისაც რო გეკითხათ, აბა მაჩვენე შენი ღმერთი, სად არის შენი ღმერთი? ა ブラ ამის საკურთხევლის მიღმა არაფერია აღმართული. აი ეს სიცარიელე, რომელიც შემდგომ წმინდათა წმინდაში სიბნელის სახით გადავა. მადლობა გიორგი, სწორედ ეს მინდოდა, აქამდე მინდოდა მივსულიყავით, როდესაც მე ვთქვი, რომ ა ブラ ამს ირგვლივ გარშემორტმული აქვს კერპები, ხილული მსახურების ატრიბუტიკა,
და ამაზე უარს ამბობს. რა არის ის ინტუიცია? რა აღძრავს ამ ინტუიციას? ნიშან წყალი რა არის ამ შემთხვევაში აბრაამის არჩევანისა? რა მსახურებას ირჩევს? და აი ამბობ, რომ არაფერი არ არის. მისი საკურთხეველის ირგვლივ ხილული არაფერი არ ჩანს. და სულიერი ხედვა თქვით კიდევ თქვენ და სულიერი დამოკიდებულება მთავარისადმი, რომელსაც არ კარგავს აბრაამი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში როგორც მოგვისმენია იგივე ასკეტურ ლიტერატურაში, რომ ადამიანის გულში ელაპარაკება ღმერთი, გულში უნდა აღიბეჭდოს ღვთის სიტყვა და ადამიანი გულისხმიერი უნდა იყოს, რომ მოუფრთხილდეს ამას და არ დაკარგოს და ამ ქვეყნიურმა სხვადასხვა ქარიშხალმა და ნიავმა და ხმაურმა არ ჩაახშოს ის. აი აბრაამის შემთხვევაში ამას ხედავთ და ეს გზაგასაყარი სწორედ ის არის, რომლიდანაც შემდგომში მაცხოვარი იესო ქრისტე უნდა დაიბადოს მის თავმავლობით. მამამთავარი ამ ღვთისმსახურების დროს აკეთებს რაღაცა კიდე ერთი ისეთ, რომელსაც ეკლესია ყოველთვის აკეთებს, ყოველთვის უნდა გააკეთოს. მის მოწოდებაში თავიდანვე მაცხოვარმა რაც განუგომას. აი საზოგადოება, ქრისტიანული საზოგადოება, რომელიც ამას არ აკეთებს, ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ის უმძიმეს მდგომარეობაში. პირდაპირ არ ასრულებს ღვთის დავალებას და იმიტომ. რა არის ეს? ქადაგება. აბრაამი ქადაგებს. აბრაამი თავის ღვთისმსახურებით ქადაგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეკლესიაში ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესია მისიონერობდეს. აუცილებლად უნდა მისიონერობდეს. ეს პირდაპირ ევალება მას. და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ეკლესია როდესაც ამას არ აკეთებს და არ შეიძლება ამის გაკეთება, ეს აუცილებლად ყურადსაღებია ყოველთვის. რატომ ამბობ ამას? აი აქ სწორედ ის გვაქვს ნაჩვენები, რაც ზოგადად ცნობილია განსაკუთრებით აღმოსავლეთის ეკლესიის სამისიონერო ისტორიისათვის. როგორ ქადაგებს აბრაამი ღმერთს? არამც და არამც ისე რომ ვიღაცას უთხრას წამოჭეშმარიტებაზე გელაპარაკო, არავითარ შემთხვევაში. აბრაამი ღმერთს ქადაგებს თავისი ცხოვრებით. თავის ღვთისმსახურებით. აი ამით რომ დაინტერესდებიან და მოვლენ მასთან, აი მე შეიძლება დაელაპარაკოს კიდევაც, მაგრამ იქით არავის არ უკაკუნებს. არა, თავისი ცხოვრებით დადის და თავის ცხოვრებით ქადაგებს. მოდი გავიხსენოთ პირველი ქრისტიანები როგორ ქადაგებენ. რატო იქცევენ პირველი ქრისტიანები ყურადღებას? ვინ მოусმენდა მათ? მაგრამ ისინი თავიანთი წარმართების ყურადღებას იქცევენ სწორედ ამით. არ აკეთებენ, არ კადრულობენ რაღაცა ისეთს, რასაც კადრულობს წარმართი. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის, რომ ცოტა მოგვიანებით, როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდება. ბევრი ქრისტიანი სწორედ ასე წარმართებით იქცევა, თუმცა უკვე ქვია ქრისტიანი. ამიტომაც არის რომ ქადაგება სწორედ მაშინ არის რეალიზებული, მაშინ არის გაშინა არსებული, როდესაც მას წინ უდგას საკუთარი ცხოვრება, საკუთარი, ხშირად აი როგორ არის, მე ხშირად ასეც უყურებ ხოლმე და ქრისტიანულ მისიოლოგიაშიც ასე არის. როდესაც მე აღვასრულებ მისიას, როდესაც მე ვიღაცას რაღაცას უქადაგებ, უწინარეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინო, რომ იმას კი არ ველაპარაკები. ამას ველაპარაკებით შემთხვევას. ეს მეხება მე. ეს იმას კი ნიშნავს, რომ მე ამას ყველაფერს შევასრულებ, მე შესაბამისაგან დაზღვეული ვარ. ამას არ ნიშნავს თავისთავად ხედია, მაგრამ მისიონერობა უკვე არსებითად ნულამდეა დაყვანილი, როდესაც მისიონერი ამბობს, რომ ნახე მე შენ რა გითხრა, რა უნდა გააკეთო, თავის თავს ეს არ ეხება. ეს უმძიმესი მდგომარეობა. აი აბრაამს ეს არ აქვს სწორედ. აბრაამის მისია, აბრაამის ცხოვრება, მიდის აბრაამის ცხოვრების წესით. ვიღაცა დაინახავს აბრაამს ამ დროს ასეც და დარწმუნებული იყოს ის ვიღაცა, რომ 10 წლის მერეც ასეც ან კიდე უკეთეს ნახავს რაღაცა, სხვანაირ მდგომარეობაში მას არ ნახავს. ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მეორე რაც უკვირდათ აბრაამის ცხოვრებაში, ეს ხომ ისი ღვთისმსახურება, რომელიც ბევრ ელემენტს მოიცავს თავის თავში. და მესამე რაც უკვირდათ აბრაამის ხო შეიძლება მესამე კი არა, 23-იც იყოს სათქმელი, მაგრამ მე უბრალოდ აქ ვწყვეტ ხოლმე ამ ჩამონათვალს. მესამე რაცკვირდათ აბრაამის ცხოვრებაში ეს იყო სრულიად გაუგებარი და სრულიად საკვირველი დამოკიდებულება აბრაამისა სიკვდილისადმი. აბსოლუტურად სხვანაირად უყურებდა სიკვდილს. სწორედ ისე, როგორც ამის საქმას გვასწავლის ქრისტიანობა. გამოცხადებისეული ჭეშმარიტება.
ამას თავისი წინაპირობა აქვს, თავისი მიზეზები აქვს, ალბათ ჩვენ რომელიმე გადაცემაში გვექნება საშუალება ამ დეტალზე თქვის ახლა ამით ესე გასაგებად მარტივად არ იქნება ეს ნათქვამი, მაგრამ ერთს კი ვიტყვი. შეიძლება სხვა გადაცემაშიც ვთქვა, მაგრამ აქ კი ვიტყვი, რომ ა ブラ ამი იმდენად სხვანაირად უყურებდა სიკვდილს. იმდენად საკვირველი იყო მისი ეს დამოკიდებულება აი ამ საყოველთაო მოვლენისადმი, რომ ა ブラ ამის პედაგოგიკაშიც სიკვდილმა თავისი ადგილი დაიჭირა. ა ブラ ამა რაც ჩვენ ვიცით, რასაც ბიბლია გვაუწყებს. თავის შვილები ღმერთს გააცნო სიკვდილით. აი დამდვილი ღმერთი გააცნო სიკვდილით. ეს რაღაცა ისეთია ა ブラ ამში, რომლის გავლის გარეშე შენ ჭეშმარიტებას ვერ გაიგებ. და ესეც გამოვიდა ასკეტური ლიტერატურაში, სადაც სიკვდილი ეს ნებების მოკვდინების სიმბოლოა უკვე. რომ შენში ჭეშმარიტება ვერანაირად ვერ გაიგუძებს, თუ კი ჯვარს არ ეცმევი, თუ კი ჯვარს არ აცვევ, თუ კი არ მოიკვეთავ ამ ნებებს. რაღაცა სიკვდილის პროცესი თუ არ დაფიქსირდა შენში. შენი თავის უარყოფის, შენი სურვილების სიკვდილის პროცესი თუ არ და ყოველ შემთხვევაში სურვილი ამისა, მნიშვნელობა ამისა, აღიარება ამ ყველაფრის საოცრებისა. მაშინ ჩვეულებრივი ფარისევლად რჩები, რაც უნდა ბევრი ილაპარაკო ორთოდოქსალური რელიგიის სახელით. ჩვეულებრივი ფარისეველი რჩები. და ა ブラ ამში ეს ყველაფერი არის შეკრებილი. ხა ჩვენ გადაცემის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას, მაგრამ მარტო ა ブラ ამში არა. ა ブラ ამის გვერდით არის კიდე ერთი ადამიანი, რომელსაც ლაპარაკიც, რომელსაც საუბარსაც სხვა დრო და სხვა, ასე ვთქვათ, დეტალების წარმოჩენა ჭირდება კიდე, ეს არის მისი საოცარი მეუღლე. საოცარი ადამიანი აი ბიბლიაში, რა ვიცი მე. ჩვენ მოგყვება ყველა წმინდა ღვთისმშობელს საერთოდ მაგალითად მოყვება ისე მაგალითი. აი ა ブラ ამის ცოლის სარასტაირი პერსონაჟი ბიბლიაში შეიძლება ვერ მოვნახოთ. საოცრება. მათი ურთია დამოკიდებულება. მათი ურთიერთობა კიდე სხვა. მოკლედ, რა ვიცი დღეს მე მგონი ამით დავასრულოთ. ისე გზაჯვარედი მივედით, რომ ძალიან ბევრი გაგრძელება აქვს ამას. თუ ამას გადავაბიჯებთ, ერთი გადაცემა კიდე უნდა დღესვე ჩავწეროთ. ამიტომ ჩვენ მოვიტოვოთ სხვა ბევრი სასაუბრო გვაქვს და მოვიტოვოთ სხვა გადაცემებისთვის. დღევანდელი გადაცემა ამ თემაზე დავასრულოთ. მადლობას გიხდი მოგბრძანებისთვის და ამ საუბრისთვის. მაყურებელს ვეტყვი დასკვნის სახით, რომ ჩვენ დღეს ა ブラ ამის როგორც განსაკუთრებული პიროვნების მამამთავრის შესახებ ვისაუბრეთ და მთავარი სათქმელი შემდეგნაირად ჩამოვაყალიბეთ, რომ მას ა ブラ ამს იმ დროს, როდესაც თვითონ ცხოვრობს, გარშემო აკრია ძალიან ბევრი კერპები და მსახურების სხვადასხვა სახეობები. ა ブラ ამს აქვს თავისი საცხოვრებელი ადგილი წიაღში, თავის ხალხის წიაღში და მას აქვს ამ ცხოვრებისეული საყრდენები. მაგრამ მისი სულიერი ხედვა სხვაგვარია. მას არ შეუძლია ამ კერპებთან ცხოვრება, მას აქვს სხვა გზა, რომელსაც ღმერთი კარნახობს და ყველაფერზე უარის თქმას შეძლებს ის. შეძლებს ყველაფერზე უარის თქმას, ეს არის მისი ძირითადი, ან შეიძლება ითქვას, დასაწყისი გზაჯვარედინისა, რომელზეც ის დგას და ირჩევს იმას, იმ გზას, რომელიც მას მიიყვანს ღმერთთან, უარს ამბობს ხილულ კერპებზე, ამ მსახურებაზე, იმ ცხოვრებისეულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნდამენტურ საყრდენებზე, რომელზეც ყოველთვის ჩვენ ზრუნავთ ამ ქვეყნის შვილები და ვცდილობთ, რომ რაღაცა შევიქმნათ სიმყარე. აი ამ ყველაფერზე უარს ამბობს, მიდის არ იცის სად მიდის, მაგრამ იცის, რომ ღმერთმა მოუწოდა მას ახმულ ქვეყანასკენ იაროს და შემდგომში ჩვენ ვნახავთ, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს არჩევანი, სხვა გზაგასაყარები მისი, გზაჯვარედინები, რომელზეც ის არჩევანს აკეთებს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გიორგი დაგემშვიდობებით, მადლობა მობრძანებისთვის. შემდეგ გადაცემაში გავაგრძელებთ ჩვენ ა ブラ ამის შესახებ საუბარს. გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.